ყველაფერი მშვიდადაა ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე. თუ ასე არ არის? სათაურები ერთ რამეს გვეტყვის, მაშინ როცა სხვა პროცესები ჩუმად ვითარდება და სიტუაცია ნელ-ნელა იძაბება. TikTok-ი შეიძლება იყოს სოციალური მედიის პლატფორმა, მაგრამ ჩვენ, უფროსი თაობისთვის, ეს არის საათი, რომელიც შუადრისკენ მიდის, გადაწყვეტილების მიღების მომენტი. ჩვენ თითქოს ძველ western-ში ვართ. შუადრის პაეკრობაში ან OK კორალში გამართულ სროლა-შულაში ველოდებით როგორ გათამაშდება საბოლოო სცენა. შეერთებულმა შტატებმა ირანის ბოლო წინადადება უარყო და მას შეურაცხყოფელი უწოდა. შეიძლება სხვა სიტყვა გამოიყენეს, მე ვთარგმნი იმაზე დაყრდნობით, რაც ებრაულ მედია საიტებზე წავიკითხე. და იმ დროს, როცა გავრცელდა ცნობები, რომ დონალდ ტრამპის მოთმინება იცურება, ამერიკის პრეზიდენტმა ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ირანზე დართმა უკვე სამშაბათს უნდა მიეყენებინა. მაგრამ მან ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ შეტევა გადაედო. მიზეზი? ყატარის ემირის, საუდის არაბეთის პრინცესა მემკვიდრე პრინცისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის თხოვნა, რომლებმაც ყველამ სთხოვეს მას, რომ გადაედო შეტევა. არსებობს კიდევ სხვა ხმებიც, მაგრამ ოფიციალურად ეს მოვისმინეთ. დრო ნამდვილად გადის. ჰორმუზის სრუტეზე ალყამ და საზღვაო ბლოკადამ უკვე შედეგი გამოიღო. ნელ-ნელა აღჭობს ირანს, რაც მათ სასუწარკვეთილ მდგომარეობაში აგდებს. შეიძლება იძულებულიც გახდნენ პირველებმა გაისროლონ. დიახ, დრო გადის. მიუხედავად იმისა, რომ ირანში მყიფე ზავი გრძელდება, აქ ისრაელში ჩვენ ვაგრძელებთ შეთანხმების დაცვას შეერთებულ შტატებთან. მათ გთხოვეს თავი შეგვეკავებინა და თავშეკავება გვეჩვენებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჰეზბოლა ლიბანში კვლავ არ ღვევს შეთანხმებებს და ჰამასი სრულიად უგულებელყოფს სექტემბერში მისთვის დაწესებულ პირობებს. ეს ორგანიზაციები მუდმივად აჩქარებენ მოვლენებს, ამოწმებენ ისრაელს და სწავლობენ FFO-ს მნიშვნელობას. გასულ კვირაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ჰეზბოლას 220-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს, საშუალოდ დღეში 30-ზე მეტი. ჩვენ გავზარდეთ დართვმები ლიტანის მდინარის ჩრდილის ჩრდილოეთით, სადაც ჰეზბოლა ისრაელზე ნაღმთქორწნებითა და დრონებით თავდასხმებს ახორციელებს. ამ კვირაში ბეირუთის გარეუბნებშიც კი განვახორციელეთ შეტევა. ღაზაში ჰამასის ლიდერი აზადინ ალ-ჰადადი მოკლეს, ხოლო არმია აგრძელებს ღაზას სექტორის ნელა და მეთოდურად დაკავებას. ეხლა ჰამასის ტერიტორიის დაახლოებით 60%-ს ვაკონტროლებთ. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ისრაელს მხოლოდ 53% ეკუთვნოდა. და ეს ცხადად მიუთითებს წარსული პოლიტიკის ცვლილებას. ჰამას ეუბნებიან, რომ თითოეულ დარღვევას თავისი ფასი აქვს. ისინი ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ისრაელს შეაკავებს ევროკავშირი ან საერთაშორისო ორგანიზაციები. და რატომ არ უნდა იფიქრონ ასე? ადრე ეს ყოველთვის მუშაობდა. მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. ორივე არენაზე ისრაელი სისტემატურად ანგრევს ცეცხლის შეწყვეტის იმ პირობებს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადი იქნებოდა და დროებით დაგვიწესა ვაშინგტონმა. და ორივე არენაზე სულ მცირე ამ ეტაპზე არ არის არანაირი აშშ-ის მხრიდან განსაკუთრებული გაღიზიანება. მათაც ესმით, რომ ძველი ქცევის გაგრძელება აღარ არის შესაძლებელი. ჰამასი კვლავ მართავს ღაზას, მაგრამ ამ კვირაში მომხდარმა აჩვენა, რამდენად შეიცვალა რეალურად ყველაფერი. წარსულში ისრაელი ფრთხილად ეკიდებოდა საფრთხეების მოგვარებას ან ტერორისტების ლიკვიდაციას, რადგან მათ შეეძლოთ რაკეტების გაშვება და ისრაელის მოქალაქეების საფრთხეში ჩაგდება. ისინი, ვინც დღეს ამბობენ, რომ ჰამასი გადარჩა და მისი ლიდერის მოკლას მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან მნიშვნელოვან რამეს უგულებელყოფენ. ჰამასის ბოლო ლიდერი და მისი ოჯახი ლიკვიდირებულნი არიან. და ორგანიზაცია, რომელიც ოდესღაც მასიურ სარაკეტო თავდასხმებით ან სახმელეთო შეჭრის მუქარით ისრაელს ტერორში ამყოფებდა, ახლა ვეღარც ერთ რაკეტას ისვრის და ვეღარც ერთ ტერორისტს აგზავნის წინა ხაზზე. ეხლა ჰამასის წევრები მხოლოდ ფორმებში გამოთხოვილები დადიან ღაზაში და ადგილობრივ მოსახლეობას აშინებენ. ჰამასმა დაკარგა 10,000-ობით მებრძოლი, დაკარგა მომარაგების ხაზები და თავისი ტერიტორიის 60%-ზე მეტი. დარჩენილი 40%-ში მათი მებრძოლები უიარაღოდ დადიან, რადგან ეშინიათ მხისიერი საჰაერო დარტყმის და ნანგრევებში ეძებენ რამეს, სადაც ადრე მათი ძალაუფლების ცენტრები იყო. როგორც ეფმა ისრაელმა კომენტატორმა ამ კვირაში თქვა, ჰამასი მახინჯით არაკანივითაა, რომელსაც ისრაელმა ქუსლით გათელა. მისი ფეხები და ანტენები ჯერ კიდევ ნელა ირხევა იმ გუბეში, რაც ადრე ჰამასი იყო. კარგი, თავარი ისა, რომ მათ უკვე ეწურებათ გვირაბები და შემდეგი გათელვაც მალე იქნება. სხვათა შორის, როცა ისრაელი განაგრძობდა ჰამასის ლიდერების ლიკვიდაციას ღაზაში და ტერორის ინფრასტრუქტურის სისტემურ დემონტაჟს, ისლამისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა დასავლეთში ამ კვირაში ნაკბა აღნიშნეს. ისინი ნაკბას აღნიშნავდნენ თითქოს, რა იყო ეს ზუსტად? ისინი 1948 წელს არ განადგურებულან. არაბებს იუდია, სამარია და ღაზა 19 წლის განმავლობაში ეკავათ. მაშინ რატო არაფერი გააკეთეს? რატომ არ შექმნეს სახელმწიფო იმ წლებში? ეხლა ისინი 600,000 ლტოლვილზე საუბრობენ.
ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ეს რიცხვი 700,000-მდე გაზარდეს, რაც ორივე 1959 წლის ოფიციალურ 450,000-ზე მეტია. მაგრამ მიუხედავად ამისა, არაბულმა ქვეყნებმა 800,000 ებრაელი გაასახლეს. რატო არ გამოიყენეს თავიანთი ქვეყნები, რომ არაბი ლტოლვილები მიეღოთ? რატომ არ არსებობდა ებრაელი ლტოლვილების პრობლემა? იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ ჩვენი ხალხი. ესე რომ საქმე არასდროს ეხებოდა მათ, არასდროს ეხებოდა პალესტინის ლტოლვილებს. ერთადერთი რამ, რაც აძლევს სიცოცხლეს არაბ-ფილისტინურ კონცეფციას, არის ის ფაქტი, რომ მათ ვერ შეძლეს ისრაელის განადგურება. ნაკბას ტრაგედია, რაზეც ისინი საუბრობენ, არის ის ფაქტი, რომ მათ ვერ შეძლეს ებრაელების განადგურება. და განსხვავებით ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ და ყველა უმცირესობისგან, მათ ვერ შეძლეს ებრაელების დამორჩილება. მთელი 1 მილიარდი მათგანი ვერ შეძლო გაეთავისუფლებინა თავი 7 მილიონი ებრაელისგან, ვერც ძალით, ვერც საერთაშორისო ინსტიტუტებით, ვერც პროპაგანდით, არაფრით. ეხლა კი ისინი დასავლეთში სულელებს აქეზებენ. როგორც ვთქვი, მათ გააკონტროლეს ვაზა 19 წლის განმავლობაში, შემდეგ კი ბოლო 20 წელი ღაზა მთლიანად მათ ხელში იყო. ეხლა ისინი ამას გლოვობენ, მაგრამ ამით დაფარეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ისრაელის გასანადგურებლად იყო განკუთვნილი. დიახ, მათ შეძლეს გაერღვიათ და მოეკლათ 1200-ზე მეტი ისრაელელი, მაგრამ ეს იყო ყველაფერი. ახლა მათ ეს აქვთ. და თუ ფიქრობთ, რომ მათ გაკვეთილი ისწავლეს, შეხედეთ ამას. ყველა ეს დემონსტრაცია მთელ მსოფლიოში. ეხლა საქმე აღარ ეხება უფლებებს, კომპრომისს და ორ სახელმწიფოს. ეხლა საქმე ეხება მდინარიდან ზღვამდე. და ყველა ეს თვითგამოცხადებული მშვიდობის მოყვარული აქ ისრაელში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ კომპრომისი და აღიარება მათ პარტნიორებად და უფრო გონივრულებად აქცევდა. ისინი ყველა ჩუმად იყვნენ ყოველი დარღვევის დროს, ამართლებდნენ ძალადობის ყოველმოქმედებას და უბულებელყოფდნენ იმას, რასაც თავად არაბები ამბობდნენ. და ჩვენგან ელოდებოდნენ, რომ ყველაფერს მოვითმენდით. თვითმკვლელი აფეთქებები, რაკეტები, ტერორიზმი. და ახლა თქვენ აგძელებთ მათ წახალისებას. მათ მიეცათ საშუალება, რომ დაუსჯელად გააკეთონ ეს, მაშინ როცა ისრაელს ამუნათებთ. ეს ყველაფერი თქვენი ქცევის შედეგი იყო. იგივე ხდება ლიბანში, სადაც ეს ინსტიტუტები და ევროპული ქვეყნები, რომლებიც მშვიდობის დაცვაზე არიან პასუხისმგებლები, ამის ნაცვლად ტერორისტულ ჯგუფებს მისცეს საშუალება, მათ გვერდით ემოქმედათ. თქვენ ყველა ის მიზეზი ხართ, რის გამოც მათ იფიქრეს, რომ შეეძლოთ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ, რაც გააკეთეს. დაერღვიათ საერთაშორისო სამართალი და ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რადგან ჩვენთვის აქ ისრაელში ან ეს არის. NS. ჩვენ ისრაელში არ გვჭირდებოდა სამოქალაქო კომისიის დადასტურება ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომ გწოდნოდა რას გაგვიკეთებდნენ ჩვენი ისლამისტი მტრები, რომ შესაძლებლობა ქონოდათ. არაბები ღიად მოუწოდებენ კაცების დახოცვას, ქალების გაუპატიურებას, ახალგაზრდა გოგონების სექსუალურ მონებად გადაქცევას და ბავშვების წამებასა და სადისტურ მკვლელობას. არავითარი ეჭვი არ უნდა იყოს. ეს არის ის ბედი, რომელსაც ისრაელში ყოველი ებრაელი შეხვდება ისლამისგან, თუ ოდესმე ვერ შევძლებთ საკუთარი თავის დაცვას. რატომ ვიცი ეს? არა იმიტომ, რომ ისინი ამას ღიად გამოხატავენ ყოველ ჯერზე და სოციალურ მედიაში. თუ ბოლო დღეებში არ გინახავთ ან არ მობისმენიათ, როგორ გამოხატავენ ისინი თავიანთ განზრახვას მთელ ევროპასა და შეერთებულ შტატებში, მაშინ ყურადღება არ მიგიქცევიათ. მე ეს იმიტომ ვიცი, რომ ბოლო წლებში სწორედ ეს ბედი ეწიათ იეზიდებს, ქრისტიანებს, ქურთებს, ყველას, ვინც ისლამური მმართველობის ქვეშ ცხოვრობდა ახლო აღმოსავლეთში. ეს ზუსტად აფრიკაში მცხოვრები ქრისტიანების ბედია. ამ ჯგუფებიდან არც ერთი არ იკავებს ტერიტორიას და არც ერთს არ აქვს სადავო საზღვრები. არც ერთს არ შეუტევია ისლამზე ან მუსლიმებზე. არც ერთ მათგანს არ ჩაუდენია არც ერთი ისეთი რამ, რომელსაც არაბთა მხარდამჭერები იყენებენ ისრაელის დემონიზაციისა და არაბული აგრესიის ჩვენზე დაბრალებისთვის. არავინ დაჟინებით არ მოითხოვდა თანაცხოვრებას, არ იყო ნიშნები, სადაც ეწერა, რომ იეზიდები და არაბები მტრები არ არიან. მათი მუსლიმი მეზობლებიდან არც ერთი არ გაიქცა მათ დასაცავად. არა, მათი ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ უბრალოდ იმდენად უბედურები იყვნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში თავის დაცვა ვერ შეძლეს. არც ერთი ქვეყანა, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არც ასობით ადამიანის უფლებათა ჯგუფი, რომლებიც მილიონობით დოლარს უხდიან აქტივისტებს, არ ჩაერია მათ დასახმარებლად ან ამ უმცირესობების სასტიკი განადგურების შესაჩერებლად. სხვა უმცირესობებიც, ბაჰაიები, ზოროასტრიანელები, კოპტები, ასევე იდევნებიან, იჩაგრებიან და მათ უარს ეუბნებიან ძირითად უფლებებზე ისლამური რეჟიმების პირობებში. მათაც არაფერი დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ მუსლიმები არ არის. ყველა მათგანი მედიაში, ყველა ეგრეთ წოდებული ექსპერტი, ყველა საცოდავი, უსირცხვილო ებრაელი, ვინც ისრაელის ცილისწამებას შეუერთდა,
ფაქტებისა და რეალობის დამახინჯებით ამართლებენ თავიანთ მონაწილეობას ქვეყნის სისტემურ დემონიზაციაში. ეს არის თავშესაფარი ხალხისთვის, რომელიც თაობების განმავლობაში იდევნებოდა. ყველა ამას აკეთებს, უგულებელყოფს მახინჯ რეალობას და ამით კვებავს მკვლელ ურჩხულს, რომელიც პასუხისგებელია ყველა იმ ძალადობაზე, რაც უნწეო ხალხის წინააღმდეგ ხდება ახლო აღმოსავლეთში. სოციალურ მედიაში სათნოებით თავის მოწონების მოყვარულები, რომელთა გონებაც წლების პროგრესული ინდოქტრინაციით არის მოწამლული. არასდროს ამოუღიათ ხმა, არასდროს უხსენებიათ, არასდროს დაუცვიათ ამ უდანაშაულო მსხვერპლთაგან რომელიმე. იაზიდების, ქრისტიანების, ქურთების და თუ გნებავთ სპარსელების უსახელო ბავშვები. არავინ არ წყობდა არეულობას, არავინ აპროტესტებდა, არავინ იცავდა მათ. მათი სიცოცხლე არავის აინტერესებდა. თუ საქმე წინააღმდეგობას ან კოლონიალიზმს ეხებოდა, რატომ მოხდა შავი სექტემბერი იორდანიაში? რატომ მოხდა ლიბანის სამოქალაქო ომი? რატომ გააძევეს ებრაელები არაბული ქვეყნებიდან? რატო არ შექმნეს სახელმწიფო მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდათ 1948-დან 1967 წლამდე? მაბატიეთ, თუ თქვენი თვითმართალი აღშფოთება დიდად არ გვაღელვებს. ჩვენ გავაგრძელებ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევაჩეროთ და საჭიროების შემთხვევაში გავანადგუროთ ისინი, ვინც ცდილობს ჩვენი განადგურებას და ჩვენი ოჯახების მოკვას. ჩვენ გაუმკლავდებით თქვენს წუწუნით სავსე ზიზღს. ალტერნატივა ჩვენთვის მიუღებელია. ისრაელის სახელმწიფო სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ებრაელები აღარასოდეს ყოფილიყვნენ უნწეო მსხვერპლი. ასე რომ, შეგიძლიათ რამდენიც გინდათ ზიზლით მოგვექცეთ. შეგიძლიათ მორალის დემონსტრირება, სიძულვილის გადმოფრქვევა, აღშფოთების გამოხატვა, ჩვენს ტკივილზე სიხარული, თქვენი ქვეყნების ამ ძალადობრივი შემომსევლების წახალისება. მაგრამ ჩვენთვის არჩევანი მარტივია. ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი შვილების სიცოცხლე, ეს არის მთავარი. და შეგიძლია შენი დამახინჯებული ავადმყოფური ღირებულებები შენთვის დაიდო. სადით ჯანდაბაში. და სანამ ისინი თქვენს ყურადღებას ჩვენზე ამახვილებენ, რა საბაბსაც არ უნდა მოიფიქრონ ამა თუ იმ კვირაში, ნელ-ნელა გიფხრობენ. ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ. საათი მხოლოდ აქ არ ციკციკებს, ის თქვენს მხარეშიც ციკციკებს. ისლამისტები და მუსლიმთა საძმო დასავლეთში ასიმილაციისთვის არ არიან. ისინი იქ დასაპრობად არიან. დასავლეთის თავისუფლებებს, პრინციპებსა და ღირებულებებს იყენებენ საკუთარი მიზნებისა და ღირებულებების გასავრცელებლად. რელიგიის თავისუფლება დასავლური კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტია. მაგრამ მაშინ, როცა ჩვენ ჩვენს პრინციპებს ვიყენებთ, ისინი ამას ბოროტად იყენებენ, რათა თავიანთი პრინციპები შეიტანონ. რელიგიური ყოფნა მათთვის არ არის საკუთარი რწმენის აღნიშვნა, არამედ საშუალებაა უპირატესობის საჩვენებლად. ისლამისტები, რომლებიც თქვენს ქუჩებში ლოცულობენ, რელიგიური თავისუფლების გამოხატულება არ არის, როგორც ჩვენ ამას ვხედავთ. ისინი ამას საკუთარ ქვეყნებში არ აკეთებენ, ხოლო იქ, სადაც საჭიროა უპირატესობის ჩვენება. დიახ, დასავლეთში არსებობს საჯარო რელიგიური გამოხატულებებიც. მე მაგალითად ძალიან მიყვარს საშობაო ბაგის სცენები, საახალწლო ნაძვის ხეები, თუნდაც გუნდების სიმღერები დღესასწაულების პერიოდში. მიყვარს სააღდგომო კურდღელი და კვერცხების ძებნა. მე ქრისტიანი არ ვარ. ეს იყო ქრისტიანების ზეიმი. ისინი არაფერს ახვევდნენ თავს სხვებს. მაგრამ საჯარო სივრცეებში ლოცვა ისლამისტებისთვის კუფარებში, ურწმუნოთა ტერიტორიებზე გამოწვევაა. ისევე როგორც ისინი აშენებენ მეჩეთებს ქრისტიანულ და ებრაულ ადგილებზე. ისინი ყვირიან ინტიფადის გლობალიზაციაზე. შემდეგ ისინი ამას აკეთებენ უნწეო ებრაელების წინააღმდეგ. და ძალიან ცოტას აქვს გამბედაობა ხმა ამოიღოს ან ისაუბროს ამაზე, რადგან თქვენი ქვეყნების ებრაელი მოქალაქეები თითქოს პასუხისგებელნი არიან იმაზე, რასაც ჩვენ ისრაელში ვაკეთებთ. იგივე აქაც, როცა ბოროტებას ნორმალურად მიიჩნევ, როცა ამართლებ მას, როცა შერჩევითად წესებსა და კანონებს იყენებ, ამით მისაღებს ხდი მას. ასე რომ, გაგიკვირდებათ, როცა ისეთი ინციდენტები ხდება, როგორიც ამ კვირაში სან-დიეგოში მოხდა. როცა ძალადობას ან ცალკეული ადამიანების გამოყოფას გამართლებ, თითქოს ისინი აღშფოთებას იწვევენ. ამით მისაღებს ხდი ამას. ქსურს კონკრეტული ძალადობა გლობალურად გახადო. სხვებსაც აქვთ თავიანთი სასურველი ვარიანტი, რომელიც მათაც გლობალურად მიაჩნიათ გასავრცელებლად. ეხლა როცა განვიხილავთ ღაზის ომის შემდგომ პერიოდს, ერთ-ერთი იდეა, რომელსაც ევროკავშირი და ისრაელში მემარცხენე ელემენტები აძლიერებენ, არის პალესტინის ავტონომიისთვის კონტროლის გადაცემა. დოქტორი არიელ ედმონი, იერუსალიმის სტრატეგიისა და უსაფრთხოების ინსტიტუტიდან და საგივ სტაინბერგი, იერუსალიმის უსაფრთხოების და საგარეო საქმეთა ცენტრიდან. ამ საკითხს შეეხნენ სტატიაში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა ისრაელის გაზეთ მაარიფში. ისინი ამტკიცებენ, რომ ყატარი პალესტინის ავტონომიას არ განიხილავს როგორც ჰამასის ზომიერ ალტერნატივას, არამედ როგორც მექანიზმს, რომელიც ერთ დღეს შეიძლება გახდეს მუსლიმთა საძმოს მმართველობის ლეგიტიმური პოლიტიკური საფარი.
სტატიის მიხედვით, ბოლო 10 წლეულის განმავლობაში დოჰამ პალესტინის ავტონომიას $1 მილიარდზე მეტი გადაურიცხა. მათ განათლების სისტემებში, ინფრასტრუქტურასა და მედიაში დააბანდეს ინვესტიციები, ამავდროულად კი ანტისემიტურ შინაარსსა და ჰამასის მხარდამჭერ ნარატივებს ავრცელებდნენ ისეთი ინსტიტუტების მეშვეობით, როგორიცაა ალ-ჯაზირა და გაეროს პალესტინელ ტოლვილთა სააგენტო. ავტორები ავთხრილებენ, რომ საერთაშორისო გეგმები ღაზას კონტროლის გადაცემის შესახებ რეფორმირებული პალესტინის ავტონომიისთვის, ეგრეთ წოდებულ რეფორმირებული პალესტინის ავტონომიისთვის, იგნორირებს იმპაქტს, რომ ფათაჰის და ალ-აქსას მოწამეების ბრიგადების ზოგიერთი ელემენტი თავად მონაწილეობდნენ 7 ოქტომბრის თავდასხმაში და ისინი ჰამასთან კოორდინაციით მოქმედებენ. სტატიაში ნათქვამია, რომ ყატარი პალესტინის ავტონომიას არ უჭერს მხარს, იმიტომ რომ ის ზომიერია, არამედ იმიტომ, რომ მას შეუძლია მუსლიმთა საძმოს მოძრაობისთვის ლეგიტიმური საფარი იყოს. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ თუ არ დაიშლება სიძულვილის წაქეზების, ეკონომიკური დამოკიდებულებისა და ყატარის გავლენის მექანიზმები, ჰამასი მარტივად დაბრუნდება სხვა სახელით და ახალი პოლიტიკური სახით. რაც შეეხება ისრაელის მხარეს, დოქტორი კობი მიხაელი, რომელსაც აქამდე უკვე ვესაუბრე და მისი სტატიებიც გაგიზიარეთ, საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მომავალ ხედვაზე. სტატიაში, რომელიც მან გამოაქვეყნა, ისრაელის დიდი სტრატეგიის ცენტრთან ერთად, დოქტორი მიხაელი წარმოაჩენს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მიერ განვითარებული სტრატეგიული კონცეფციის ძლიერ მხარეებსა და გამოწვევებს, რომელიც მორგებულია მიმდინარე დიდ გარდაქმნაზე. მსოფლიოს ფორმირებას აღარ განსაზღვრავს ორი ზესახელმწიფო. ძალა იფანტება და ნეთანიაჰუ ცდილობს შექმნას ისრაელის სტრატეგია, რომელიც შეესაბამება ამ ახალ რეალობას. დოქტორი მაიკლი იწყებს ციტატით ნეთანიაჰუს განცხადებიდან, რომელიც მან გააკეთა კაბინეტის ხდომაზე 2026 წლის 22 თებერვალს, სადაც მან შემდეგი თქვა: იმ ხედვაში, რომელიც ჩემს წინაშეა, ჩვენ შევქმნით მთლიან სისტემას, არსებითად ალიანსების 6 კუთხეც ახლო აღმოსავლეთის გარშემო ან მის შიგნით. ეს მოიცავს ინდოეთს, არაბულ ქვეყნებს, აფრიკულ ქვეყნებს, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს, როგორიცაა საბერძნეთი და კვიპროსი, და აზიის ქვეყნებს, რომლებსაც ამ ეტაპზე არ დავასახელებ. ეს 6 კუთხეზე დაფუძნებული ხედვა, როგორც დოქტორი მაიკელი ამბობს, ისრაელის მცდელობაა გლობალური მრავალპოლარობას სტრატეგიულ აქტივად აქციოს. იმის ნაცვლად, რომ ისრაელი იყოს პატარა სახელმწიფო, რომელიც მოვლენებზე რეაგირებს, იდეაა, რომ ისრაელი პოზიციონირდეს როგორც ჰაბი, მეექვსე ღერძი, რომელიც 5 დიდ რეგიონულ სფეროს აკავშირებს. ეს მხოლოდ დიპლომატიაზე მეტი რამაა. ეს არის მცდელობა შეიქმნას ქსელური რეგიონული არქიტექტურა უსაფრთხოების კოორდინაციით, ინფრასტრუქტურული კავშირებით, ეკონომიკური დერეფნებით და ტექნოლოგიური რესურსებით, დერეფნებითა და ტექნოლოგიური პარტნიორობით, რომლებიც ყველა ერთად არის შეკრული ისრაელის გარშემო. მიხეილის თქმით, ეს ხედვა პირდაპირ გამომდინარეობს 7 ოქტომბრის შოკიდან და მის შემდეგ დაწყებული მრავალფრონტიანი ომიდან. ნეთანიაჰუ ომს ერთდროულად როგორც ტრაუმად, ასევე შესაძლებლობად აღიქვამს. ირანის რეგიონული ღერძი დასუსტებულია. არაბული სახელმწიფოები დაუცველები არიან და მოკიდებულნი არიან გარე უსაფრთხოების გარანტიებზე. ისრაელმა აჩვენა როგორც სამხედრო, ისე ტექნოლოგიური უპირატესობა. ამ ვაკუუმში მისი აზრით, ისრაელი შეძლებს ახალი რეგიონული წესრიგის ჩამოყალიბებაში დახმარებას. მაგრამ ამ ხედვას უზარმაზარი გამოწვევები აქვს. პირველ რიგში ეს ჯერ კიდევ ძირითადად რიტორიკა. არ არსებობს სავალდებულო ინსტიტუტები, დაფინანსების მექანიზმები, ოპერაციული ჩარჩოები. რეალური ინფრასტრუქტურისა და რეალური ვალდებულებების გარეშე ეს მხოლოდ ხედვად რჩება. მეორეც, პალესტინის საკითხი მთელი პროექტის ქვეშ ჩადებული ნაღმია. არც ერთი არაბული სახელმწიფო სრულად არ შეუერთდება რეგიონულ სტრუქტურას, რომელიც გადის სადავო ტერიტორიაზე პოლიტიკური პერსპექტივის გარეშე. მესამე, შეერთებული შტატების პირადი კავშირები დონალდ ტრამპთან სტრუქტურულ დაძაბულობას არ აქრობს. ვაშინგტონი ზავსა და სტაბილურობას სურს. ისრაელი აქტიურ შეკავებასა და მოქმედების თავისუფლებას სურს. ამერიკის მხარდაჭერა აუცილებელია, მაგრამ ამერიკის ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ისრაელისას. მეოთხე, ინდოეთია. ეს არის მზარდი ძალა, მაგრამ ასევე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს ირანთან და რუსეთთან. ის ასე უბრალოდ არ შეუერთდება ანტიირანულ ფრონტს. მისი მონაწილეობა ყოველთვის შეიზღუდება საკუთარი სტრატეგიული ავტონომიით. მეხუთე, არქიტექტურას აკლია მკაფიო სიმძიმის ცენტრი. განსხვავებით ნატოსგან, სისტემაში არ არის ჰეგემონი, რომელიც მას ამაგრებს. ეს არის მოქნილი ქსელი, რომელიც მშვიდობიან პერიოდში მუშაობს, მაგრამ ისტორიულად კრიზისების დროს იშლება. მაინც მიხეილ ამტკიცებს, რომ აქ ინოვაცია რეალურია, რადგან რეგიონული სტაბილურობისთვის მხოლოდ სამხედრო ალიანსების ნაცვლად გამოიყენება კავშირები, ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგია.
ესეთი პროექტები, როგორიცაა IMEC, ინდოეთ, შუა აღმოსავლეთ ევროპის დერეფანი და ერთობლივი ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურა საბერძნეთთან და კვიპროსთან, ამ ხედვას ფიზიკურ საყრდენს აძლევს. მთავარი კი ისაა, რომ ნეთანიაჰუს ექვსკუთხა ხედვა ამბიციურია, კრეატიული და სტრატეგიულად თანმიმდევრული, მაგრამ ჯერ კიდევ აბსტრაქტული, მყიფე და სავსეა გადაუჭრელი წინააღმდეგობებით. კობის ძალიან კარგად ვიცნობ. ორივე ერთსა და იმავე საშუალო სკოლაში ვსწავლობდით ჩვენს მშობლიურ ქალაქ აშკელონში და მაშინ მეგობრები ვიყავით. წლების შემდეგ მქონდა პატივი მასთან მჭიდროდ მემუშავა, რადგან ორივე ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი წევრები ვერები ვიყავით. ის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. და ყველაზე მეტად მჯერა, რომ მისი ეს სტატია საუკეთესოდ აღწერს ნეთანიაჰუს უნიკალურობას ისრაელის პოლიტიკურ სივრცეში და შეიძლება ითქვას დასავლეთის პოლიტიკურ სივრცეშიც, ვცეშიც. ნეთანიაჰუ არის ადამიანი, რომელსაც აქვს მკაფიო ხედვა ჩვენი ქვეყნისთვის. და ამით უნდა გაიგოთ, რატო უჭერს ამდენი ისრაელელი, მათ შორის მეც, მხარს ნეთანიაჰუს. და ჩვენ ნელ-ნელა გადავდივართ საარჩევნო წელიწადში. ბევრი პოლიტიკოსი ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას. გარდა იმისა, რომ ნეთანიაჰუ მომის დაწყებიდან, 7 ოქტომბრიდან შეუდარებლად მართა სიტუაცია, მას ჰქონდა ისრაელის მომავლის ხედვა, რომელიც ბევრ ისრაელ პოლიტიკოსს არ გააჩნია. და ჩემი აზრით, ეს ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა მომავალ წლებში განახორციელოს. და ბოლოს, როცა შევდივართ შავუოთის დღესასწაულში, ჰაგმათან თორაში, თორას და 10 ცნების მიღების აღნიშვნაში, მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი აღნიშნო ჩვენი დროისთვის. შავუოთი ერთადერთი დღესასწაულია ებრაულ კალენდარში, რომელსაც თორაში თარიღი არ უწერია. თორემ მხოლოდ გვიბრძანებს დავითვალოთ 49 დღე პესახის მეორე დღიდან შავუოთამდე და შავუოთი აღნიშნოთ მე-50 დღეს. პესახი, სუქოთი, როშ ჰაშანაჰი, ყველას აქვს კონკრეტული თარიღი. მაგრამ იმ მომენტისთვის, როცა თორა მივიღეთ, ჩვენი გამსაზღვრელი მომენტისთვის, კალენდარზე არ არის მითითებული კონკრეტული რიცხვი. რადგან როგორც ებრაელი საულები გვეუბნებიან, მათთან თორა დროის კონკრეტული მომენტი არ ყოფილა. ეს იყო გულის მდგომარეობა. მაშინ მოგვეცა, როცა მზად ვიყავით მის მისაღებად, როცა ერთად ვიდექით, ქეიშეხად ბლევეხად, ერთი გულით, ერთი მიზნით, ერთი ბედისწერით. არ ვიყავით სრულყოფილები, არც სრულად განკურნებულები, მაგრამ საკმარისად ერთიანები ვიყავით, რომ რაღაც უფრო დიდი გაგვეგონა, ვიდრე ჩვენ თვითონ ვართ. მაშინაც და ეხლაც გზავნილი ისაა, რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ მომენტში, როცა მსოფლიო ჩვენს ფეხ ქვეშ იცვლება. ძველი ძალები ქრება, ახალი ძალები იბადება, ალიანსები იცვლება, საფრთხეები გარდაიქმნება. და ამ ყველაფრის ხმაურში ისრაელსა და ებრაელ ხალხს უსვამენ იმავე კითხვას, რაც სინაის მთაზე დაგვისვეს. მზად ვართ მივიღოთ ის, რაც შემდეგ მოდის, ერთად დგავართ თუ ცალ-ცალკე. რადგან თორა ინდივიდებისთვის არ მიუციათ, ის ცალკეულ ტომებს არ შეუთავაზებიათ. ის ერთს მიეცა, ერთს, რომელმაც აირჩია გვერდიგვერდ დადგომა, მაშინაც კი, როცა ყველაფერზე არ ეთანხმებოდნენ. ასევე არსებობს მიზეზი, რატომაც ვკითხულობთ რუთის წიგნს ამ დღესასწაულზე. ისევე როგორც ბევრი ქრისტიანი, ისრაელის მხარდამჭერი, რუთი ამ ამბავში არ დაბადებულა. მან თავად აირჩია ეს. ღრმა მწუხარების, მარტოობისა და გაურკვევლობის მომენტში მან შეხედა ნაომის და არჩევანის საზოგადოებაზე გააკეთა, კომფორტის ნაცვლად. მისი განცხადება, სადაც შენც ახვალ მეც იქ წავალ, არის უმაღლესი მაგალითი იმისა, რასაც სინაის მთაზე მომხდარი მოვლენა ყველა ადამიანისგან ითხოვს. ეს შეგვახსენებს, რომ ებრაული ბედი მხოლოდ მემკვიდრეობა კი არ არის. ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება, რომ შენი ხალხის ბედს დაუკავშირებ. და აირჩევთ თუ არა ღმერთის სიტყვას და მის მცნებებს. და ეს არის ჩვენი თაობის გამოწვევა. ჩვენ არ გვჭირდება ერთნაირები ვიყოთ. ჩვენ არ გვჭირდება ჩვენი განსხვავებების წაშლა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ისტორია მხოლოდ მაშინ მიდის წინ, როცა ერთად მივდივართ წინ. შავუოთი არის იმის კითხვა, შეგვიძლია თუ არა ეხლა თავიდან შევქმნათ ის მომენტი ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ იბრძვის, ჯერ კიდევ გლოვობს, ჯერ კიდევ აღდგენს, ჯერ კიდევ კამათობს, მაგრამ მაინც აქ არის. ჯერ კიდევ ვირჩევთ სიცოცხლეს, ჯერ კიდევ ვირჩევთ ერთმანეთს, ჯერ კიდევ ვირჩევთ ვიკისროთ მისია, რომელიც ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ჩვენგან ვინმე დაიბადებოდა. ასე რომ, როცა შავუოთის დღესასწაულს შევდივართ, კურთხევა იყოს ეს. ნეტავ ღირსები ვიყოთ, კლავ მივიღოთ თორა, არა იმიტომ რომ ის გადმოგვეცემა, არამედ იმიტომ რომ ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. იმიტომ რომ გულებს ხსნით, იმიტომ რომ გვახსოვს, ჩვენი ძალა არასდროს მოდიოდა მხოლოდ ძალაუფლებიდან, არამედ მიზნიდან. და ნეტავ ამ შავუოთმა მოგვიტანოს სიცხადე, ერთიანობა და მშვიდი სიმამაცე, რომ გავაგრძელოთ სვლა, უდაბნოშიც კი იმ მომავლისკენ, რომელიც ჩვენ უნდა ავაშენოთ. ჰაგ შავუოთ სამიაფ. მე ვარ დანიელ სიმანი. შემოგვიერთდით მომავალ კვირასაც გადაცემაში Straight Appy,
JNS TV სტუდიებიდან აქ იერუსალიმში, ისრაელში. გმადლობთ.